დღეს მომამზადებ აჯიკას, რომელიც ჩვენს ოჯახში ყველაზე ძალიან უყვართ. ახლა კი საჭიროა კენუდის მიქსერი, მანქანა რობოტად გადავაქციოთ, რომელიც აჯიკის მომზადებაში დამეხმარება. დედა ყოველთვის ამზადებს თვალის ზომით და ძალიან დიდი ოდენობით, რამოდენიმე ტომარა წიწაკით. ახლაც აი ასე თვალის ზომით შემარჩევინა ინგრედიენტები, მაგრამ ეს პრობლემა ძალიან მარტივად შეგვიძლია მოვაგვაროთ. ჩვენს მანქანა რობოტს ზედვე აქვს სასწორი. ერთი სასწორი მიქსერის ჯამით სადაც იდება და მეორე სასწორი ზედა ნაწილში. ამიტომ ყველა ინგრედიენტს თქვენთვის ახლა ავწონი. ინგრედიენტების ზუსტ ოდენობას მივუთითებ აღწერაში. ახლა კი მივყვეთ პროცესს. მანქანაში გავატაროთ ყველა საჭირო ინგრედიენტი, შემდეგ კარგად მოურიოთ, რომ მასა გაერთიანდეს, დავამატოთ მარილი, ძმარი, დავახუროთ თავზე და დავდგათ თბილ ადგილას. აჯიკის მომზადების დრო პირდაპირ მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ტემპერატურაზე, სადაც გვექნება შენახული ჩვენი წიწაკა. აუცილებელია დილით და საღამოს ძალიან კარგად ამოურიოთ. მეორე დღეს გაჩნდება დუღილის ბუშტები, მწვენი ქვემოთ დაილექება და წიწაკის მასა ზევით წავა, თუმცა 7-8 დღეში მასა გაერთიანდება, დუღილის ბუშტებიც გაქრება, რაც იმას ნიშნავს, რომ აჯიკა უკვე მზად არის და შეგიძლიათ გადაიტანოთ რესბიან ქილებში. ამ დროს უმატებენ ხოლმე ასევე ასპირინს და დამიწერეთ კომენტარებში თქვენ უმატებთ თუ არა. მე არ დამიმატებია, უბრალოდ გახსნის შემდგომ ვინახავ აუცილებლად მაცივარში. ასეთი აჯიკა უხდება ყველაფერს, განსაკუთრებით კი ვფიქრობ, რომ შემწერ კარტოფილს. რას ფიქრობთ თქვენ?